მოგესალმებით ეთერშია დასოტევი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიევა გაგაცნობთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაურს თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე დახვდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ყობახიძეს თურქმენეთის პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერისა და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილის ხელმძღვანელობით საქართველოსა და თურქმენეთის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა, რომლის შემდეგ დარგობრივ უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმდება. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდი მუჰამედოვს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით პირისპირ შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას. მათივე ინფორმაციით აღინიშნა ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განვითარების დადებითი დინამიკა. მხარეებმა ყურადღება დაუთმეს დაკავშირებადობისა და შუა და ერეფნის განვითარების მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ სატრანსპორტო ლოჯისტიკურ პროექტებზე, რომლებიც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივა. პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთის პრეზიდენტს საერთაშორისო და აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. სამართლიანი არჩევნები ცნობილია უკვე, რომ ეს არის თაღლითების ორგანიზაცია. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ თაღლითურ ორგანიზაციას ამერიკის დაფინანსება აღარ აქვს და დღეს ბრიუსელი აფინანსებს. მისივე შეფასებით აღნიშნული ორგანიზაციის რეპუტაცია ნულის ტოლია. როდესაც ასეთ ორგანიზაციას ევროპელი გადასახადის გადამხდელების ფულს აძლევ, ეს არის ის ფული, რომელიც ხმარდება სხვა ქვეყანაში დესტაბილიზაციას და არჩევნების აყირავებას, განაცხადა პაპუაშვილმა. მიხეილ ყაველაშვილს 13 ქვეყნის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით რწმუნებულთა სიგელების გადაცემა ცერემონიის ფონზე წარიმართა. მიხეილ ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები ბელგიის, ლუქსემბურგის, ფილიპინების, კამბოჯის, კვიპროსის, მალაიზიის, პაკისტანის, სომალის, ბურუნდის, გვატემალის, მალის, კორეისა და ტაჯიკეთის ელჩებმა გადასცეს. მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატებთან ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა და ელჩებს თავიანთ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ღონისძიებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი ესწრებოდნენ. ნათქვამია ინფორმაციაში. 100 დღე შეუსრულდა პროტესტს და გაზაფხულიც მოვიდა. 100 დღე მხნეობის, გამძლეობის, ურთიერთპატევისცემის, ზრდილობის, უაღრესად მშვიდობიანი პროტესტის. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Facebook-ის გვერდზე წერს. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, ქვეყანა ორად არის გაყოფილი, სადაც ერთ მხარესაა რეპრესიები, სიძულვილის ენა, შეურაცხყოფა, ცემა, გაუთავებელი მუქარა, ხოლო მეორე მხარეს ღირსება და სოლიდარობა. მისი შეფასებით 100 დღე ასე მტკიცედ დგომა უკვე გამარჯვებაა. საქართველოს დემოკრატიული ძალების დელეგაციის ერთობლივი ვიზიტი ლატვიის შემდეგ ესტონეთში გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ლელო ძლიერი საქართველოს ავრცელებს. მათივე ცნობით ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ზურაბ ჯაფარიძე, ზურაბ ჭიებერაშვილი და გრიგოლ გეგელია ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონს და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს გერტ ანცუსა და რინა კალიოვრანს შეხვდნენ. ოპოზიციონერი ლიდერები აგრეთვე შეხვდნენ ევროპის წამყვანი თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრის ლიდერებს. ხედავთ, რომ ყოფილი საბჭოთა სამი რესპუბლიკა, რომელიც დღეს ევროკავშირის წევრია, პირდაპირ ჩართულნი არიან იმაში, რომ საქართველოს კანონიერი ხელისუფლება შეცვალონ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილის განმარტებით ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ შეცვალა მისი დამოკიდებულება სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარების მხრივ შეწყდა ყველა დაფინანსება. როგორც პაპუაშვილი ამბობს, პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებაში პირდაპირ წერია, რომ ეს თანხა გამოიყენებოდა სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციისთვის. მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოება ხედავს დაწესებულ სანქციებს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მეუღლის მიმართ ძალადობისა და მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ამხილა. ამის შესახებ განცხადება სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავი ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლის მიმართ აგრესიას გამოხატავდა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. კერძოდ 2024 წლის ივლისში ბრალდებულს და დაზარალებულს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოყვა. ბრალდებულმა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით დაზარალებულ ქალს სხეულის სხვადასხვა მიდამოში რამდენჯერ დაარტყა ხელი და სიცოცხლის მოსპოვით დაემუქრა. ძალადობის შედეგად დაზარალებულმა დაზიანებები მიიღო. დანაშაულის 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი დაჯილდოვდა. ცემეკის ცნობით ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს ჯილდო გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერილი პროექტის მოსწავლე ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება სასმელი წყლისა და წყლის რესურსების შესახებ წარმატებით განხორციელებისთვის გადაეცა. დაჯილდოების ცერემონიალი ავსტრიის საელჩოს კომერციულ ოფისში გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს ცემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებმა მარიამ იოსელიანმა და თემურ თორდინევამ. აღნიშნული ინფორმაციაში. ბოლო 12 წელიწადში საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2000-2012 წლებში საქართველოში 2370 კომპანია დაარეგისტრირეს ირანის მოქალაქეებმა. 2013-2024 წლებში კი 4-ჯერ მეტი 9300 კომპანია. ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული. ორგანიზაციის ცნობით, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად ქართული ოცნების მთავრობა ირანის ხელისუფლებას პოლიტიკურადაც დაუახლოვდა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ფინანსური მხარდაჭერა გამოყო დასავლეთ საქართველოში, კერძოდ გურიის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებში დიდ თოვლობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით გამოყოფილი თანხა გადაეცემა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას, რომელიც აქტიურად ახორციელებს რესურსების მობილიზების კამპანიას. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ დაიწყო დაფინანსების მოზიდვა, რათა უზრუნველყოს დაზარალებული მოსახლეობის პირველადი საჭიროებები. ამ დროისთვის დადასტურებულია, რომ დიდ თოვლობის შედეგად დაზარალებულია 1000-ზე მეტი ოჯახი, რომლებიც საჭიროებენ სასწრაფო დახმარებას. დამატებითი ინფორმაციისთვის და შემოწირულობების განსახორციელებლად შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას, სადაც ამოქმედებულია ცხელი ხაზი. საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალურ ბანკს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის ტალეჰ კაზიმოვის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათი ცნობით, მხარეებმა მონეტარული პოლიტიკისა და ცენტრალური ბანკის საქმიანობის სფეროში რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს. საუბარი რეგიონულ მაკროეკონომიკურ გარემოს, საფინანსო სექტორსა და მონეტარულ პოლიტიკაზე გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენას შეეხო. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. თეთრ სახლს ჯერ არ მეუღია გადაწყვეტილება 240,000 უკრაინელი ლტოლვილის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით, რომლებიც ამჟამად შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ. შესაბამისი განცხადება დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გააკეთა. შეკითხვაზე განიხილავს თუ არა უკრაინელებისთვის დროებითი დაცვის ქვეშ მყოფის სტატუსის გაუქმებას დონალდ ტრამპმა უპასუხა. არ ვსურს ვინმეს ზიანი მივაყენოთ და რა თქმა უნდა არ ვცდილობთ მათთვის ზიანის მიყენებას, მე ამას განვიხილავ. იყვნენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს მიზანშეწონილია, ზოგი კი ასე არ ფიქრობდა. გადაწყვეტილებას მალე მივიღებ, მაგრამ არ ვსურს მათ ვავნოთ, განსაკუთრებით უკრაინელებს, მათ ბევრი რამ გამოიარეს, აღნიშნა ტრამპმა. გაერთიანებული სამეფო უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას გააგრძელებს, თუმცა ლონდონისა და ევროპის სხვა ქვეყნების მიერ შეთავაზებული უფრო შეზღუდული შესაძლებლობები გაართულებს აშშ-ს მიერ შეჩერებული მონაცემების ჩანაცვლებას. ინფორმაციას გარდიანი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გაერთიანებული სამეფო ასევე გააგრძელებს დაუმუშავებელი მონაცემების ანალიზის მიწოდებას, თუმცა ჩვეულებრივი სადაზვერვო პრაქტიკის შესაბამისად ის არ გადასცემს აშშ-ს ინფორმაციას, რომელიც მიღებული იქნება ორ ქვეყანას შორის დიდი ხნის განმავლობაში დამკვიდრებული გაზიარების შეთანხმებით. შეგახსენებთ, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნომ განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას აგრძელებს. 2 დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა დაადასტურა, რომ აშშ-მ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შეუჩერა. დაჯგუფება ჰამასი მძევლების დახოცვით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი ღაზას სექტორში ბრძოლებს განაახლებს. ინფორმაციას დოიჩე ველი ავრცელებს. პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ აგრესიის ნებისმიერი ესკალაცია გამოიწვევს რამდენიმე გატაცებულის მოკვლას. განაცხადა ჰამასის პრესპიკერმა. ისრაელის ხელისუფლების ცნობით ღაზაში ამ დროისთვის 24 მძევალი იმყოფება. ისრაელსა და ჰამას შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ეტაპი 1 მარტს დასრულდა, თუმცა მხარეები შეთანხმების გაგრძელებაზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ. პეკინი მტკიცედ დაუპირისპირდება ამერიკის შეერთებული შტატების ზეწოლას ტარიფებსა და ფენტანილის საკითხზე. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ განაცხადა. მისი თქმით, დიდმა სახელმწიფოებმა არ უნდა დააბულინგონ სუსტები. თუ ერთი მხარე ბრმად განახორციელებს ზეწოლას, ჩინეთი მტკიცედ დაუპირისპირდება ამას. განაცხადა ვანიმ. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა სიკეთეს უკმაყოფილებით და მით უმეტეს ტარიფების უმიზეზოდ დაწესებით არ უნდა უპასუხოს. მან რუსეთ-უკრაინის საკითხზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთს სურს სამართლიანი, ხანგრძლივი და შესასრულებლად აუცილებელი სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც მისაღები იქნება ყველა მხარისთვის. ჩინეთი მზადაა განაგრძოს კონსტრუქციული როლის შესრულება კრიზისის საბოლოო გადაწყვეტასა და ხანგრძლივი მშვიდობის განხორციელებაში. დაინტერესებული მხარეების სურვილის შესაბამისად საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აღნიშნა ვან იმ.
ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.